საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის, როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად საღამოსკენ წავალთ იმაში, რა ქვია. სამსახურში რა არის დღეს დილით არ ვიყავით, ახლა უნდა წავიდეთ. Dar America. Brădărica. ის არის რა ქვია. რაღაცა მინდოდა. ნამიტანია ის არის რა ქვია, შუქიანათებს და იქიდან აკაშკაშებს ნამიტანისა. ილურჯებს ასე კი არა ქონდა. და თვალებში მოდის, აი არასასიამოვნო ისა აქ რა ქვია. ისა შუქი. სხვა რა შვებით ხალხნო თქვენსკენ. აი რა უნდა თქვა ხალხნო რა იგებცენ. ისა რო იძახიან ელემენტარული ისო ბანანი არასუქებსო. ვარიანტი არ არსებობს. არა, შაქარი აქვს. ხო აქ შაქარი, რას ქვია არასუქებს. ყველა ხილს აქ მომატების ისა რა ქვია. თავისი შაქარი აქვს ყველა ხილს. ხო. აქ დოზირებით უნდა ჭამა ყოველ დღე ბანანის ჭამა. ვინ იძახის კი, მაგრამ ვინ ათქვა ბანანისა და არასუქებს. აი იუთუბერებიდან ერთ-ერთმა თქვა, რომ არასუქებს. როგორ არასუქებს? ბანანის მე ცუდად არავის არ ვეხები რა სისულელია. არა კაცო, კი ასუქებს, იმიტომ რომ შაქარი აქვს თავისი მაგას. ყველა ხილი რაღაცას მოქმედებს. არ შეიძლება. ბანანი უარესად კალორიულია მე. ხო, კალორიულია, მე მაგაზე ვიძახი. მე ერთ-ერთმა იუთუბერმა თქვა, მაგრამ მე ცუდად კი არ ვეხები რა სისულელია. 100 წელი. არა ხო, მაგრამ ჩვენ იმას 100 წელი არ ვიტყვით, უბრალოდ ჩვენ სიტყვას გამოვთქვა. მე რომ ნამდვილად ბანანი ასუქებს. კი, რა თქმა უნდა, ყოველ დღე რომ ბანანს მიიღებ, არც ყოველ დღე არ არის ბანანის. არ არის სასურველი სიმართლე ვთქვათ, ბანანი ჭამა, ზოგადად ბანანის ჭამა სასურველი არ არის, იმიტომ რომ ისა რა ქვია. რა ქვია, რაღაც წამალი აქვს შეშებული, ეგ არის ჩამოსული მკვახი ხალხო. ხო და ელემენტარული ყოველ დღე უშაქრო ყავადალიე და ბანანი მიაყავ, იგივე მდგომარეობას და ზოგადად უშაქრო ყავა არ შეიძლება. ის არის რა ქვია, იგივე დოზას აკეთებთ, იგივე დოზას იღებთ, რა მნიშვნელობა აქვს? უარესად კიდე შეიძლება ერთი კოზი გაუკეთო და იმდენი შაქარი ის არ კონდეს, რა ქვია, სიტკმო არ კონდეს და მეტი შაქარი არ შევიდეს ოდნავში ვიდრე ბანანი. ბანანიდან კი და ზოგადად იმის ჭამა კი არ დალევა უბრალოდ. რა ქვია, უშაქრო ყავის არ შეიძლება. თან მით უმეტეს იმას როას ხავენ ლიმონს. არაფერი არ შეიძლება არ გწკიოდეს კუჭნაწლავი არაფერი, მაგრამ მაინც გამოიწვიოს. არა, კუჭნაწლავი მე მაგალითად ნაცადი მაქვს. ყავა და ისა რა ქვია. ლიმონი. მაგრამ ცუდად გამხადა. ხო, ახლა ყველა ინდივიდუალურია ვიცი, მაგრამ ყველას თავისი ის აქვს, მაგრამ არ არის სასარგებლო. მაინც ექიმიც მე ვიცი ძახიან რომ არ შეიძლება. ნამდვილად არ არის სასარგებლო, თლავ თუ უშაქრო ყავა. დოზირებულად უნდა გაუკეთო ყავას, ნამეტანი ტკბილი ყავა არც არის სასურველი. ზოგადად ყავა არის კარგი. მიზანშეწონილი მუდმივად ყავის შეიძლება დალიო დღეში 1 ჭიქა, 2 ჭიქა. ზედმეტი ყველაფერი მავნია. გინდა კვება იყოს და გინდა რაღაცა, მაგრამ რო იძახიან რომ ხილში შაქარი არ არის, როგორ არის უკაცრავად. პირიქით მეტი შაქარია უფრო ვიდრე ბანანში მით უმეტეს. ბანანს აქვს ყველაზე მეტი კალორია. კი, მე იმას ვიძახი, არ არის სასარგებლო და ელემენტარულ რაღაცა, მაგრამ სასარგებლო კალორიული გასახდომად რომ მიირთმევენ რომ გავხდებით და ბანანს ვჭამთო, მაგას ნურას უკაცრავად. რა მნიშვნელობა აქვს ხა ბანანს აქ შაქარი. შაქარი შეიცავს ბანანს. მაინც აქ შაქარს იღებ და აზრი აღარა. ხო, აზრია მაგას. კი უნდა შეიძლება ჭამო, მაგრამ ყოველ იმაზე არა. მით უმეტეს უშაქრო ყავას რო ბანანს მიატან. რა მნიშვნელობა გინდა შაქრიანი ყავა და გილევი და გინდა და ლიმონის ჩაწვეთება კიდე არც ჩაიში არა ყოფილა კარგი.
სასურველი. და არც წყალში. მე ვიცოდი ხოლმე. წყალში ვიწოთებდი ვახსხავდი ყინული იმას რა ქვია. ლიმონის წვენს და ისე ვსვავდი, მაგრამ არა ყოფილა კარგი. ლიმონი ისე რომ მიიღო ის ისე უკეთესია რო ჭამო. მე ვჭამ მაგალითად ლიმონს. არა ვის როგორ ხა მე არანაირი რეაქცია არ მაქვს ლიმონზე, მაგრამ და კიდე ზედმეტად YouTube-ში ზედმეტად კიდე რო სულ დიეტებზე საუბარი ნამდვილად სისულელია. 24 საათი ნამდვილად. იცი რა არის? შეიძლება თვითონ არ უნდა საუბარი, მაგრამ ხალხიც ზედმეტად იმასაშო ერთხელ რო იტყვი, ხო? ხალხსაც არ ესმის ნორმალურად. ხო, ზუგს ერთხელ რო იტყვი, ხო არ ესმის ნორმალურად ხალხს. არ იმასაშოება რა ქვია. უყურებენ კარგად და ნამდვილად არ არის სასურველი ყოველდღე ლაილაი და ლუილაი და ყოველდღე დიეტაზე საუბარი. ნამდვილად ყველა ზოგი ისე იქნება, ზოგი ესე იქნება, ზოგი იმკვებაზია, ზოგი იმკვებაზია. მე იუთუბერებზე კი არა მოგლაპარაკო, მაგრამ სასურველი არ ყოველდღე რო დიეტაზე მაინდა-მაინც დიეტაზე ვილაპარაკოთ, ნამდვილად არ არის. და დიეტა არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე. ხო, დიეტა არ არის. დიეტა არის ის არა ქვია დიეტოლოგი რო დაგინიშნავს, ის არის დიეტა და კი. ეს უაზრო კვება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. კი. დიეტოლოგი რო შეგიდგენს დაგინიშნავს და იმას ისევ კიდე მე არ მწამს TikTok ისინი რა ქვია რაღაცა ისინი რო TikTok-ში საუბრობენ რომ ესე გააკეთე. არ არის, ეგ არ არის, ეგ სისულელია. ნამდვილად არავის არ უნდა დაუჯერო. ყველა დიეტოლოგი გახდა ამ ბოლო დროს TikTok-ში მე რა ვიცი. უნდა მიხვიდე ნამდვილად დიეტოლოგთან, ნამდვილად ნორმალურ იმასთან და ის დაგინიშნავს იმ კვებას, იმ ანალიზს გაგიკეთებს, როგორ სჭირდება, რა გჭირდება, როგორ სჭირდება. ჩვენ რო TikTok-ში რო ლიმონში წყალი ჩააწვენთო და მაწონში ის ჩააწვეთო და ჯერ ეგეთი დეტოქსები და რაღაცები დალიო, ნამდვილად ეგ არ არის სასურველი. ეგ თვითონ დიეტოლოგთან უნდა მიხვიდე და ის დაგიდგენს იმ მდგომარეობას. ზოგი იმდენად აკეთებს ამ იმებს, მე ცუდად არის, რა ძალა არის. მიდი დიეტოლოგთან, მაგალითად 16 საათიანი, აი 18 საათიანი კვება ძალიან სასარგებლო სასურველია. არც ცუდად ხდის, არც არაფერი მშიერიც არ ხარ. სასარგებლოდ მიირთმე. არ არის სასურველი რომ აი დეტოქსები და ისინი დალიო და ლიმონები ჩააწვეთო და ისა. არ არის. კუჭნას რაც გინდა ჯანმრთელი კუჭნაწლავი გქონდეს, ზედმეტად არ უნდა, კი, რა თუ სასარგებლოა და თუ გჭირდება, იმ შემთხვევაში უნდა გააკეთო, მაგრამ აი მე ნამდვილად ეს არ მწამს, რომ აი იმენა ბოდიში ამ სიტყვაზე, აი პირდაპირ TikTok-ის იმას რომ გადმოიღებენ, ნამდვილად არ არის. ისინი რა იცი რა საკეთებენ და შენ მოგიხდება? ნამდვილად არ მოგიხდება ის კვება და ისა. ყველა სხვადასხვანაირი ნათ იკლებს, ყველა სხვადასხვანაირად იმატებს და რა ვიცი, მე ნამდვილად მაგის წინააღმდეგი ვარ, რომ უბრალოდ ვიღაცის იმაზე გააკეთო ეს კვება და კუჭნაწლავი მოისპო. ისევე ჯობია, რა ვიცი, თქვენი აზრია თუ ჩემი აზრია თუ რა არის, მე ჩემს ვითვალისწინებ და ვაფიქსირებ უпростоრად, არავის არ ვეხები ცუდად, ნამდვილად არავინ ცუდად არ გაიგოს და არც ერთ არავის არ ვეხები, უბრალოდ არ შეიძლება. მე იმას ვამბობ თორე, უბრალოდ რომ ვის როგორ უნდა ისე გააკეთებს, ეგ ჩემი საქმე არ არის და ჩემი გადასაწყვეტი არ არის ეგ. ნამდვილად. მაგრამ სისულელია ერთმანეთის. აი ვიღაცას, ახლა ჩვენ რო დავჯდეთ და მე ვიღაცას დაუწერო, რომ აი ესე გააკეთე, ესე. ნამდვილად არ უნდა გამოხვიდე არც TikTok-ში არსად. შეიძლება შენ მოგიხდეს ის რაღაცა, მაგრამ ვიღაცას არ მოუხდეს. ვიღაცას წინააღმდეგი იქონდეს და უარესი რაღაცა დამართო, ხო, ელემენტარული. ისევე ჯობია სწორი კვება, ყველაზე ნაღდია სწორი კვება. სწორი კვება. თავის დროზე ხილიც, თავის დროზე ყავაც, თავის დროზე პურიც, თავის დროზე ყველაფერი.
ყველაფერი სწორი კვება ნამდვილად სასურველია და ვარჯიში. რავი, ჩემი აზრი ეგ არის და რავი, სხვისი აზრი არ ვიცი. ვერ გეტყვით. და რო იძახია რომ ბანანი ის არისო დიეტური არ არის. აბა ჭამე ყოველდღე ბანანი. ყოველდღე ჭამე და აი ნახავ თუ არ მოიმატებ. ყოველდღე აი მარტო ბანანი ჭამე ყოველდღე. ნახავ თუ არ მოიმატებ. ჯერ ერთი მე ბანანი არ მიყვარს ხალხნო. არანაირ ბანანს არ ჭამ, არ მიყვარს ზოგადად. და ზოგადად რო თქვა რომ ხილის მოყვარული ვარ დიდათ არა, მაგრამ მე მირჩევნია ვაშლი შევჭამო. აი ვაშლი შევჭამო ვიდრე ბანანი. რავი, მე ჩემი აზრით ეგ არის. კი, სასარგებლო არ არის, უზმოზე არაფრით არ შეიძლება ვაშლი იმის შეჭმა, რა ქვია, ბანანის ყავასთან ერთად არაფრით არ შეიძლება. ეს რაღაცა ლორწოვანი ხო არის, რო ჭამ რაღაცა ითქვიფება. ის კუჭნაწლავს, კუჭზე იგნისება. და არაფრით არ შეიძლება, რავი, მე ესე ვიცი, ვისგან მაგ გაგონილი მე მგონია ვიღაცისგან გავიგე, ნამდვილად ის თქვა იმან, რომ უზმოზე ბანანის მისთმევა არ შეიძლება. და ყავასთან მით უმეტეს, ისევ ცარიელა ყავა დალიე ერთი პატარა იმითი რა ქვია, შაქრით ვიდრე ბანანი მიატანა. და ვიდრე შოკოლადი მიატანო ერთი ფინა. ნამდვილად, აი ისევ შაქრიანი დალიე, ერთკოვზიანი შაქრიანი ერთი ისევ ის არის უფრო კარგი, ვიდრე სუნთლად უშაქრო. უშაქრო ჯერ ერთი არ ვსვამე უშაქროს, იმიტომ რომ არ არის ვერ ვსვამ. უშაქროს ჯერ ერთი ვერ ვსვამ, მაგრამ მაინც ერთი კოვზი შაქარი ჯობია, ვიდრე ბანანი რომ მიატანო. ის იგივე შაქარია, ეგ არა თქვან რომ ბანანი შაქარს არ შეიცავს და დიეტოლოგები გინიშნავენ, გინდა თუ არა ბანანი უნდა მიირთო. კი, რაციონში უნდა გქონდეს, მაგრამ ყოველდღე რო თითო ბანანი შეჭამო, ხო? ის თავისთავად წონაში მოიმატებ. გინდა შოკოლადი შეგჭამია, გინდა იგივე შაქარია. ის გლუკოზაში შევა თავისთავად ის არის, იგივე შაქარია. მე არ თქვან რომ შაქარი არ არის. და კიდე წვენებს რო გამოიწურავენ და ხილის. ნამდვილად აი ის რო არის, რა ქვია, ინდოელი ბიჭი რო არის, რა ქვია, ხო? ისევე თლიანი შეჭამო იმისი, რა ქვია, ვაშლი იქნება, პორტოხალი იქნება, ისევე ის შეჭამო, ვიდრე წვენი გამოწურული ჭამო. ხო, არ არის სასურველი. ისევე ის შეჭამო. აი მაგანა თქვა იმ ბანანზეც. ხო, აი მაგანა თქვა, ხო? ეგ არის თან იმის ექიმი, რა ქვია. აი ურვედას ექიმი და აი ურვედა არის გათქმული. სოფლიოდან რამდენი ჩადის. ხო, და ელემენტარული არაფრით არ შეიძლება. თქვა, კი, ყავა უნდა დალიო იმ შემთხვევაში, მაგრამ სუნთლად უშაქრო, რა ვიცი. კი, თვითონ თქვა, რომ შაქარია მოღებული მაქვს ყველა. არ ვემხრობი მაგები და არც ყავას ვემხრობი და ჩაისაც არ ავსვამ. ხო, არა. თვითონ არ ასვავს ეგეთი წვენებს და რაღაცები. ხო, არ ემხრობ, ხო. ელემენტარული თლა, ისევე ცოტა შაქარი გაუკეთო და ის დალიო, ვიდრე ბანანი მიატანო. იგივე საკეთებ რა. შენ გონია იგივე არ კეთდება? იგივე შაქარს იღებ და რა მნიშვნელობა გინდა შაქარში. რა აზრი აქვს იმას? გინდა იმაში, რა ქვია, ყავაში ჩაიყარე შაქარი და თუ გინდა ისე მიირთვი. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იგივე გლუკოზაში მიდის ის რა ქვია, ბანანის სიტკო. და შევაშლაც აქვს შაქარი. ხილს ყველას აქვს შაქარი. ყველას აბსოლუტურად. მარტოს არ აქვს. კენკროვანი იმებს არა. არა, ხო, კენკროვანს არა, მაგრამ ელემენტარული აი გარგალი ყველას აქვს შაქარი. ყველაზე მეტად აქვს ბანანს. კი, ბანანი ყველაზე მეტი ტკბილია და ყველაზე მეტად არ არის დიდად სასარგებლო. იმიტომ რომ ის აქვს. ვიტამინები აქვს, მაგრამ ჩვენთან რაც ბანანი იყიდება, ნახევრად ყვაყი ჩამოდის. და მე რაღაცები თამწიფები. ხო, და იმაში შესვლას. კი, შეიცავს ყველაფერს, მე იმას არ ვიძახი, რომ ცუდია მეთქი, მაგრამ ნამდვილად ესეა, რომ
საერთოდ არ ჭამო, არც ჭამო. არა, მე არ მიყვარს. რა უნდა მიხდეს რომ ბანანი შეგე? ხშირად არ ვყიდულობ ბანანს. რა უნდა მოხდეს რომ მე ბანანი ჭამო? რა უნდა მოხდეს? ხო და ეგრე არ არის. სხვათა შორის მაგას კაი რჩევები აქვს ხოლმე. კი, სხვათა შორის ძალიან კი. აი მასა სასა. მაგაი ურვედამ სხვათა შორის სიმსივნიანი ადამიანები ბევრი გაგურნა. კი. კი. არ არის სასურველი წამლები ვის მიღება. მაგრამ რო გჭირდება ყველას სხვა რა გვაქვს ფული რო იქ ჩავიდეთ და ვიმკურნალოთ. ის კვებითა ამაშვება გიორგი. იმას აშვება რაღაცა ბალახის განაკეთებენ წამლებს და იმებს ვამენ. ხო, რაღაცა. ხო, იმებს აძლევენ. თან კვებითაც. ხო. სხვათა შორის ინდოეთში ბევრი ის არის, აქვია, სამკურნალო ბალახი. ხო და რა ვიცი. ნამდვილად ჩვენ არ გავგვიგოთ ცუდად, ნამდვილად არავის არ ვეხები, მაგრამ უბრალოდ მარტო ბანანის მირთმევა ყავასთან ყოველდღე არ შეიძლება. ავაჭამე ყოველდღე ბანანი თუ არ მოიმატებ. ყოველდღე თითო ბანანი შეჭამე. ისე კარგად მოიმატებ, რომ რა ვიცი. კი, ბანანი არ მოყავს, რატომღა თავიდანავე არ მოყავს მე ბანანი. სასარგებლო? არც ისე სასარგებლო არ არის, რომ ყოველდღე ჭამო. ხო. რკინით არის გაჟღენთილი, რკინეს კარტოფილის კი აქვს, სადაც კი აქვს. აბა რატო შავდება? კარტოფილსაც აქვს რკინა. ხო, კარტოფილი ჯობია ისე ის ბოსტნეულ ჭამო, შაქარი მაინც არ აქვს. ხო. და ბანანს აქვს შაქარი. ხო. შაქარი ყველაზე მავნეა ორგანიზმისთვის და გირჩევთ მარილიც სხვათა შორის. ხო, მარილიც. მარილიც არ ვარგა. საერთოდ მარილსაც თუ ამოვიღებ, უკეთესი იქნება. კი, მარილიც არ ვარგა. კი. ჰიმალაის მარილი უნდა ჭამო. ჰიმალაის მარილი. ბუნებრივი მარილი, ვარდისფერი. ხო, მაგრამ ყოველდღე ვარდისფერი რა იცი რა არის ახლა იმას ჰიმალაის არის. ძვირია მე ის. ხო. ნაღდი აი ნამდვილი ჰიმალაის მარილი ძვირია. ძვირი სიამოვნება. ხოი მე რა მაგრამ ტკივა ბეჭი. ეკანა ტკივა. ჩვენ რასაც ვყიდულობთ კიდე ეგ შაქარიც არ არის ნამდვილი. ზეთები. ხო. ხო. ზეთები. ვითომ ის არის რა ქვია, ზესუმზი რა თუ რა ქვია იმის ზეთი. ზესუმზი ზეთიო. არა, იმის ზეითუნის კი არა მეორეები რო არის. სიმინდის. ვითომ ისაც რა არაფერი არ არის, შენ გონია იმაში სასარგებლო რამეა? რა იცი რითი არის გაკეთებული? სიმინდის ზეთი სასარგებლოა, მაგრამ ის არის რა ქვია. დამატებული აქვს იმას ქვეყანა რაღაცეები მე, შხამები. ხო. ნამდვილად. მელი საათი ახლა. მათე რა ტელეფონი ნახე. რა ვიცი, და ტელეფონი ხელში უკარია. კიდე რა ვიცი, ყველანაირად. აბა მაინც გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა. რა? 5 არის საათი. რა გააკეთა? ბირთვული მეებს დაარტყა ინაში. დაიწყეს. დაიწყო უკვე. სტრატეგიული თვითმფრინავით დაარტყა. აი მე რა გუშინ. როგორ გადაუფრინა და ჩამოაბდო ბომბები. სპეციალური რაღაცა ბომბები ჩამო. ვინ არის? მიდი ნახე რა. აკრა მოგაკრა.
დაზოა და პასუხს დააძეკი მძვანი როა ძენია იმას. ერთი ჯუთი. 6-ის მერე უნდა წავიდო დაუყარო, არ დაუკლია ბოლომდე. საჭირს გიორგი რა საჭირს? არ გასულა ჯერ არ პასუხია. არ იღებს და იმიტომ არის გარეთ ალიჭე შედი. შედი შიგნი დედა. გარეთ კარგად აღარ იჭერს ინტერნეტი სხვათა შორის. გარეთ აღარ იჭერს კარგად ინტერნეტი. უმირიმე. ვიცი მე კარგად ხარ ხნურა ან რამეზე რადიაცია თუ არ წამოვიდა. გასულია უკვე. რა? გასულია რადიაცია უკვე, მაგრამ იმდენად არ არის ჯერ. ბირთვულ საცავს დაარტყა. ბირთვული საცავი ჩადარგი. ირანის ბირთვულ საცავს. რატო დაარტყა? რა უნდა? უნდა გაანადგუროს, რას გვია დაარტყავი, არ დაარტყაველი გავიგე. უნდა გაანადგურდეს იქ ბირთვული ისინი. ხალხი რომ მოსწება. თორე ირანი არ გაჩერდება, ირანი მაინც იზაროს რაღაცას. ირანს ვერ გააჩერებენ. მე უარესად არის. ისრაელს არ უნდა დაეწყო ეს ყველაფერი. არა, ელემენტარული. უარეს იზარს ხო, მაგრამ ისრაელს არ უნდა დაეწყო თავიდან. არ უნდა დაეტყვა. და ირანს ვერ გააჩერებენ ვერავინ. და უნდა გაგვანადგურონ ჩვენიც მერე. მაგათი რაღაცა უაზრობის გულისთვის რატომ უნდა დაგვემართოს ცუდი? სიგი ამერიკაც შეერთო. გაცაბძანება ეთქო. გასაბრძანება, იმიტომ რომ ირანს იმუქრება იმითი რა ქვია. ბირთვული ომით და ბირთვული ომი თუ დაიწყო, ყველას დაგვერხა მე. და ბირთვულ საცავებს დაარტყა. მე რა უშუალება გიორგი რადიაცია ხო გამოვაიქიდა. იმხელა არ გამოვაიტყო. იმხელა არ გამოვა ის თუ არა ფეთქა და თუ არ ჩამოაგდო, იმხელას მაინც არ იქნება სიცოცხლე. ადრე გიორგი აი რა უნდა გითხრა გიორგი, აი ვლაპარაკო. რაჭაში ეხლა ვიღაცა მომიყვა დღეს თუ გუშინ თუ როდის იყო ადრე. რაჭაში რაღაცა ომი იყო, რაღაცა ის იყო გიორგი და რადიაციული ის გავრცელდა. რადიაციული ის გავრცელდა. გავრცელდა რაჭაში და აი კიტრები მოდიოდა. დიდები. რა ქვია? ოღონ სადა გლოლაში. ო, დიდები. შოვში იცი ჩარჩა ნაძვნარში ეს რადიაცია. აიგე და აი კიტრები. აი კარტოფილები. ო, დიდები. მარტო იქ ჩარჩა. ტყეში. ძალიან არ გავრცელდა, იმიტომ რომ იქ ის იყო ნაძვმა და იმას შეიწოვა. შეიწოვა და კარტოფილები, კიტრები, პამინდორები ამ ხელები მოდიოდა. დიდები, ხო, იზრდება. პირიქით, უფრო გზდის და ახლა ელემენტარული რაღაცა, მით უმეტეს როგორ ახლოსა ვართ, ხო, ელემენტარული. არც ისე ძალიან ახლოს არ არის საქართველო, მაგრამ მაინც გავრცელდება. ახლა ელემენტარული. იმდენად არ გავრცელდება, უფრო გავრცელდება ისრაელში და მსგავს იმენ მან ახლო მდებარე ქვეყნებში.
ხო და მე ცოდოები ხო არის რა აი რა მნიშვნელობაა გიორგი ირანელი იქნება ის იქნება ყველა ძალიან ცოდვა აი იცი რა სიზავს მე ეგ საქართველოსთვისაც დიდი დარტყმა იქნება იმიტომ რომ მთელი ირანი ხო ირანში ხო გავრცელდება რა თქმა უნდა ირანი წამოვა და შემოვლენ სულ საქართველოში რუსეთი არ იღებს სომხეთი არ იღებს შემოდის საქართველოში კი მესმის უსაფრთხოოდ უნდა იყვნენ ისინიც მაგრამ ამდენი სად უნდა დავიტიოთ კაცო პატარა ქვეყანა ვართ ხო ამერიკა აღარ იღებს უკვე მიგრანტებს არა გიო აღარ იღებს იმიტომ რომ მიგრანტების გამოშვება დაიწყო იმიტომ რომ ამერიკამ რამდენიმე მუსულმანურ ქვეყანას გადაუკეთა ისა რა ქვია იმიტომ რომ ტერორიზმის საფრთხე იყო შეიძლება ჩვენთანაც იყო კი ირანისგანაც არის არა ყველა თქვაფში ვერ მოუხარშავთ მაგრამ ბევრია საერთოდ ზოგადად ირანი იცავს იმებს არა ელემენტარული სიტყვაზე ხალხო რატომ უნდა ეს ომი მე ვერ გამიგია რა იცი ირანსაც მე მაგალითად ირანსაც ვერ გავამტყუნებ იმიტომ რომ მეზობელმა რო შემოგივარდეს იმისათვის რა ქვია უაზროდ და დაგარტყა და დაგინგრიოს ყველაფერი ხო საპასუხოს გასცემა რა რა თქმა უნდა ისრაელის მთავრობა შევიდა დაარტყა და საპასუხო დაუბრუნეს უბრალოდ ხალხი არ უნდა ეწირებოდეს ამ ყველაფერს და მე იმ ხალხის არ მესმის კიდე ერთი მხარესაც რო იცავენ ზოგი ერთს რო იცავენ ზოგი მეორეს ომს არასოდეს გამარჯვებული არც ერთი მხრიდან არ აღარ ნამდვილად ეგრე ვარ და ეგრე მიმაჩნია იმიტომ რომ ერთი ცოდვა და მეორეც ის არის რა ქვია ეგ ეწირება რიგითი ადამიანები ეწირება უბრალოდ ადამიანები უბრალოდ მოქალაქეები მეტი არ აბა რომელი ლიდერი გინახავთ დაშავებული ომში არც ერთი ლიდერები პირიქით ადრე კიდე პირიქით ლიდერები ომში მიდიოდნენ წინ გაუძღოდნენ ხოლმე ჯარს ხოდა არა უბრალოდ აი ხალხო ძალიან საშინელება არის მდგომარეობა ერთმანეთს რა აი რატომ უნდა ჭამოთ ერთმანეთი ყველამ კარგად უნდა ვთქვა მე ახლა წეღანავ თქვი მაგრამ რა სისულელია მე არ ვიცი რჩევა უბრალოდ ის ცუდად ხო არ გითქვია არა ელემენტარული მე რა მეკითხება ვირასაც თქვი და იმას გააკეთებს ღმერთმა ჯერ ეგერთი უფალმა არ მათქმევიოს ისეთი ცუდი ვიღაცაზე რომ მე დამიბრუნოს ცუდი არასოდეს მე ცუდ ადამიანზე არავის არ ვიტყვი გინდა ცუდიც იყოს ცუდი არასოდეს არავის არ უნდა თქვა იმას თავისი მოეზღება და თავისი ეკნება ელემენტარული მაგრამ უბრალოდ აი რატომ უნდათ ადამიანებს აი ესეთი უმსგავსო რაღაცა რომ მთელი სოფლიო ამოწყდეს რატომ მოვიდეს ეს უფალი მოგვივიდეს მშვიდობით სიწყნარით უფლისკენ ვიყოთ შებრუნებული ხო შეიძლება არა და არავინ არ ვლანძღოთ და არავინ არ თათხოთ ხო აბა აზიაში რა ქვია აზიის ქვეყნებში რატო აქვთ წვრილი თვალები რის გამო ხო რატომ უნდა მოვიდეს ომი და ოლომტრიელი არ უნდა იყოს რადიაცია რო გავრცელდა მუტაცია განიცადა ადამიანმა და იმას აქნა რა ქვია თვალები ეხლა ეგეთები იბადებიან სადღაც რომელიც აღა ქვეყანაში იაპონიაში აფეთქდა ჰიროსიმას ის რო აფეთქდა რა ქვია რადიოაქტიული თუ რაღაცა ისა რა ქვია ქარხანა თუ რაღაცა აფეთქდა და მის მერე ეგეთები არიან ძალიან დიდი რადიაცია კი იყო რამდენიმე წელი დასჭირდა იმას რა ქვია დასუფთავებას 3-4 წელი მაინც სჭირდება რომ რადიაციისგან საბოლოოდ გასუფთავდეს ჯერ ისედაც ყველაფერი მოწამლულია ყველაფერი რაღაცა მსგავსად არის ყველაფერი მე რა ვიცი ხალხო ხო აი ხეზე მე აი ჩემ ბავშვობაში აი მაგალითად ჩემ ახალგაზრდობაში და ბავშვობაში რაც გინდა ქარი ყოფილიყო ზაფხულში რაც გინდა ყოფილიყო გიორგი ფოთოლი არ ჩამოცვინდებოდა ეხლა ვარდება ფოთლები ძირს იყრება ხო არ ვარდებოდა აი მაგალითად მე დარწმუნებული ის ვიყავი რომ
ფოთოლი არ ვარდებოდა სანამ შემოდგომა არ მოვიდოდა და ფოთოს წვენა არ დაიწყებოდა. დაალაგებდა დედაჩემი ეზოს თქვა დაასუფთავებდა და არის. ახლა ყოველ მეორე დღეს გადი ყოველ მეორე დღეს ის არის. მე ადრე ის არის რა ქვია, როგორ წითელ-ყვითელი ფოთლები ჩამოცვიდებოდა ხოლმე იმაში რა ქვია, შემოდგომაზე რა ლამაზი იყო ხოლმე, რომ ძირს რო ეყარა ეს ფოთლები და ახლა კიდე გამხმარი ფოთლები მოდის. პირდაპირ ხეზე ვეხმება. ხო. ახლა აი ალიანდრას უხმება ფოთლები. ფოთლები უხმება. რატო უნდა გაუხმეს? ცივი ძაბლა. აი დღე კიდე ვარდები რაც გინდა ყოფილიყო, წვიმა ყოფილი თუ ქარი, ვარდები არ იფშუგებოდა. ხო, არ ფუჭდება. ახლა შეიფშუგა. გაფუჭდა. ყველაფერი ის არის რა. გასხვანაირები. წვიმა როგორ ტალახიანი მოდის მე. ადრე წვიმის წყლით ჩვეულებრივად დამიბანია ხალხო, წვიმის წყლით ისე გამიფუმფულებდა, მე მგონია რომელი შამპონი კი არაფერი არ გინდოდა ისეთი კარგი იყო, გამიპრიალებდა მე. ეხლა რა ვიცი. ახლა შამპონი და რა კონდიციონერი. არაფერი არ აქვს შვილის ახლა. კონდიციონერი კი არა, თუ გინდა ის ჩაისხი. ახლა დასალევი წყალიც აღარ ვარ. ხო და ის აშინელებაა ხალხო. მე ეს რადიაცია რო გავრცელდება, ბინძურდება, წყალიც დაბინძურდება, ხელც აღარ იქნება ნორმალურად. ხილს ვერ შეჭამ. ვერ შეჭამ, გიორგიზა შეჭამ. გიქნებ მიწაზეც ხედავა ისისა და ხო, რა შეჭამს საჭმელს. აი რას გააკეთებს ადამიანი? წონილი იმასაც ვერ მოკრება. სანამ ის გასუთავდება, გაიწმინდება საბოლოოდ. ალბათ შეერი მოვდები. ვინც იცი რა არის? ალერგიული ვინც არ არის და ის ვინც არ არის, რა ქვია, ალერგია ვინცაც არ აქვს, ის გადაიტანს. მე მაქვს ალერგია. შენ უგაშინია. ალბათ გარეთ ვერ უნდა გავიდე. რას ამბობ დედა, რა გეშინია? წინასწარ იხეთქავ გულს. აქ იმდენად არ წამოვა კაცო. ახლომდებარე იმებში გავრცელდება უფრო. ხო, და აქეთ არ წამოვა. აქეთ არ არის ძალიან ახლოს, არც ისე ახლოს არ არის ირანი, როგორც იძახოდნენ. არ არის კაცო. არა კაცო. ჩვენსკენ არ წამოვა, ნუ გეშინია. რა გეშინია ვარ. ჯერ ეგეთი რატო უნდა წავიდეს, არც იქ არ უნდა წავიდეს. არ უნდა იყოს. არსად არ უნდა იყოს. და იქ კი კარგია ბირთვული იმების რო გაანადგურებენ. ერთხელ და სამუდამოდ. გაანადგურონ კაცო, ყველა მაგით იმუქრება. ხო. ყველა დიდი ქვეყანა მაგით იმუქრება. ვინმეზე მეტები არიან, თუ ვინ არიან ვერ გავიგე. ერთხელაც მოიპრიალება ვიღაცას რაღაცა და იზავს მართლა. უნდა იმას ქნა, რა გაანადგურო. ძალიანაც კარგად. ნამდვილად. ომში შეიძლება არ შეერთოს, მაგრამ იმას გაანადგურებს. დაარტყა, იმას დაარტყა პირდაპირ. ომში რო ჩართულ თამდომოდა მოაბილიზებდა ჯარს. მით უმეტეს ამერიკას სხვათა შორის რაღაცა ისეთი იარაღი აქვს, რომ შეუძლია რომ გაანადგუროს ყველაფერი აბსოლუტურად. მაგრამ არ იყენებს. არ უნდა გამოიყენოს. არ იყენებს. რატო უნდა გამოიყენოს? რაღაცა იარაღი, რაღაცა უჭირავს. რაღაცა აქვს. სხვათა შორის ამერიკას იმედი აქვს. რის? ტრამპს იმედი აქვს. ირანი თუ შემოვა ჩვენთანო და ომს დაიწყებს ու იმედი აქვს. ძლიერი ქვეყანაა და იმიტომ. რაღაცა აქვს. და სხვათა შორის იმასაც ვერ აჯობებს, რა ქვია, ისრაელს ამერიკა. ძალიან ძლიერი ერია. ამერიკა? ამერიკა ის არის, რა ქვია. ამერიკა კი არა ისა. აი ის ირანი? არა, ირანი ისრაელზე ძლიერია ეგა. ეგენი არ ნებდებიან. არა, არ დანებდებიან სხვა არის გიორგი, მაგრამ ელემენტარული ის სხვა არის, რომ არ შემოვა. ასე მგონია. ის არის, რა ქვია. მე ასე მგონია ხალხო. ღმერთო დალოცვილო გადმოგხედე და კარგად. მე ასე მგონია რომ შვიდობით ჩაილის ყველაფერი და დაწყნარდება ყველაფერი. ჩვენთვისაც, იმისთვისაც და იმისთვისაც. დღეს მარინოს ფული უნდა გამოვართ მე რა. აბა როდის დაკლავს, გაწელა მაგანაც. ეგრე იციან ხოლმე, გაწელავენ, ვითომ მალე დაიწყებენ, გაწელავენ ხოლმე და ჩვენ დავდივართ რამდენი ხანი კაცო. ხო და ელემენტარული არ შეიძლება იცი.
წამალიც არა მაგრამ ურათი ავიკეთო დღეს კი დავლევ ახლა ამ საღამოზე ხოლე რა დავლევ და ჩემ ფეხებს კიდე უწამლობა არ ვხდება 1-2-3 ჩემ ფეხებს კიდე რადიაცია უნდა ნანშენ ალერგიას და ვინმის რამე საერთოდ რადიაცია ვის უნდა რადიაცია არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის არ არის კაცო იმაში აი რა ქვია იმას უკრაინაში რა ქვია საერთოდ აი აქ ჩაულებრივად მაქვს შეღებილა ჩერნობილში რატო არ უშვებენ ხალხს ო რადიაცია დღემდეა იქ ო საღება ვიღარ მიყიდია ცხოველებიც კი აღარ არიან იქ რაღაც ცხოველი იქნება შეკალო რაღაც ცხოველი იქნება დაიხოცებოდნენ ყველა მე რა შეკალოს გიმენია დაიხოცებოდნენ ყველა ვი შეკალო რა არის შეკაცო ვი შეკაცო რა ვატავიქეთ ნინი რო იცოდა ვი შეკალო ვი შეკაიულა ვატავიქეთი რა ვატავიქეთ უდა იო ახლა ის არის რა ქვია წეღარ ნახე სურათი ნახე ითვითფრინავს რანაირი ის აქვს ფორმა იცი ის რო არის აი ოკეანეში რო არიან ხოლმე ესე მრგვალები რო არიან ხოლმე კაკაკი გენავაცხოა ჩვენა წყალში რო ისე დაცურავდნენ რაღაცნაირად სკაროსებიო თუ რაღაცა აი მაგის ფორმა აქვს ზუსტად ესეთი არა აი ესეთი ფორმა აქვს აი ესე სამკუთხა ხო სკაროსი ესე სამკუთხაა რაღაცნაირი და ის კი არა აქ აი ჩაოლებრივი ბომბდაშენები რო არის ისეთი ფორმა კი არა ესე სამკუთხა ბრტყელია და ზემოდან აქ ის არა ქვია პატარა თავი ან შუშები და იგზის ალბათ პილოტი 1 თუ 2 2 იქნება მე რას რა სტრატეგიულ თვითმფრინავს ეძახიან მე მაგას სადაა მე ბომბია სადა ბომბდაშენია აბა რა არის მაგას უფრო დიდი გამავლობის ბომბები მაგას ჩაოლებრივად შეუძლია ატომური ბომბის იმას აკნას რა ქვია ჩაუდონ შიგნით და დასცენ დაბლა რაღაცა უცნაური ფორმა აქვს მე გადაფრინდა დასცა გადაფრინდა და იმას აკნას ჩამოვარდა ოღონდ ისე ჩხარავით დაფრინავს როგორც ისინი გიორგი ის უფრო ის არის რა ქვია რომელი რა ქვია ის პირდაპირ ხალხს არ დასცა არა იმას დასცა რა ქვია საცავს პირდაპირ ხალხი არა იმის საცავს აფეთქა ხო მე მანდა რადიაცია და როგორ არის რადიაცია კი არის გასულიო მაგრამ არ არის მთლიანად მოდებული ისე არ არის გასული ეთქობა კიდე დასცემს ისე ძალიანაც კარგად უბრალოდ რადიაცია არ გავრცელდეს მსოფლიოში თორე ძალიანაც კარგად გაანადგურონ ეგ რო აფეთქოს თვითონ დაჭერით მაშინ უფრო გავა დაჭერით რო აფეთქოს კი მაშინ უფრო გავა აი მე ღმერთო დალოცვი ბირთული ისინი ჯვანდამა ყველა დიდი ქვეყანა ღმერთო შაყელობ მინდა რომ ხალხით განვიტრ ღმერთო შეკაცო გადმოიხედე რა იქნება სასაცილო არ არის ეს ყველაფერი ღმერთო შეკაცო სასაცილო არ არის ეს ყველაფერი მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზავთ წინასწარ გულები გავიხეთქოთ რა ვქნათ რაც უფალს უნდა ღმერთო მე მაგრამ არაფერი არ მოხდება ჩემი აზრით გონია მაინც მე ესე მგონია რომ არაფერი მოხდება გული გძნობს რომ არაფერი არ მოხდება იქნება იცი რა არის ირანი იძახის ამ მოლაპარაკებაზე წავალთ თუ გარანტია გვექნება რომ ისრაელი თავს დაგვანებებს უნდა დაანებოს ვაიმე იმის ის უნდა რა ქვია ირანის იმისი ისლამური რეჟიმის განადგურება კარგით რა იყვნენ კაცო აღარ იქნება ის ომები ვიმერე კაცო დაანებო თავი იყვნენ თავის ქვეყანაში ხო არაფერს უშლიან არა ხო აიცი იმას უნდა ახიო ის ყურები ლოშტა თალოშტილა უშნოთ მაგრამ რადიაციაში მოყოლილი საკავს ახიო ის ყურები ძალიან მოქმედებს გიორგი ძალიან მოქმედებს მაგ კაცის გამოსვლა ჩემზე არა აი ეს ამბავი მაგრამ ნერვიულობს რას ნერვიულობს საქართველოს და სადის მაგრამ რატომ უნდა იყოს და ის არა ქვია ირანი დიდი ვარ თო და ორჯერ დიდია ამერიკა ირანზე
თუ იყო გეორგი არც ამერიკაში უნდა იყოს ომი არც ირანში არც იმაში რა ქვია შეკაცო რაში ისრაელში და არსად არ უნდა იყოს და არც საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში უნდა იყოს ნუ იქნება ომი კაცო რა დაეტინენ ყველა თავის ადგილას უნდა იყოს შვიდობა და უნდა იყოს ღმერთი შვილები არა თუ სატანას ვამეფეთ ხალხო სატანა თურმე ის არის ის არის ნოსტრადამუსმა დაწერა რომ ისრაელში არის დაბადებული ოღონდ ის ებრაელი არ არის ისრაელში დაბადებული არის ანტიქრისტე ვიღაცა ადამიანის ფორმაში ჩასული ოღონდ ებრაელი არ არის ისრაელში დაიბადა და ვინ არის არ ვიცით ეხლა დაიბადა არა დაბადებულია უკვე რამდენი ხანია ნოსტრადამუსმა როდის დაწერა ღმერთმა იცი ნოსტრადამუს სანამ ეს ეზოთერიკოსები და ისინი გადმოდიოდნენ ყველამ რო ის დაიბრალა ის არის აქვია ნოსტრადამუსი იყო თავარი კაი რა კაკულიამ რო იწინასწარ მეტყველა იმის ომი იქნება იყო ახლა მაგალითად ყველა იბრალებს ის მე ყველამ დაიბრალა მე მგონია ისიც იბრალებს ის ბიჭი რა ქვია ყველა იბრალებს რაღაცა დამთხევებია და ყველა იბრალებს მართლა მე თუ მკითხავ TikTok-შიც მე რო ამოდიან ყველა ეზოთერიკოსები დაიბრალა ხალხო ესე იგი მეც ეზოთერიკოსი ვარ კაცო ხილვები მაქვს თქვა სიზმარს მეც კი ვხედავ სიზმარში თუ ნახე ეგ რა ეზოთერიკოსობა ეზოთერიკოსი არის მაშინ როცა იმას აშვება რა ქვია ტვინით იმას აშვება რო ესე რო დგას იმას აშვება რო პუ გავანერე თავს არა სიზმარში მოდის სიზმარში მოაქვს ხილვები მოვარიეც კი მოვიდა მაგას თავათი ცუდა რო ავარია მოსმო მე რა ვიცი ერთი უნდა მიწერო მაგრამ დაბლოკილი აქვს შენ ცოდი რო ავარია უნდა კომენტარები გათშული აქვს ხალხი ქვეყანა რაღაცა უწერდა და გათშული აქვს ერთმა დაუწერა ადრე შენ ვიღაცა სანამ არ მიგას იკუდილებს არ გაჩუნდებიო გაჩუნდეს კაცო ნუ ამბობს კონდეს ხილვები თავისთვის შეინახოს კაცო ჩაიდო ზენა უცელში წინასწარ გიხეთქავს ხო რა შეიძლება არაფერი მოხდეს შეიძლება არც არაფერი იყოს და წინასწარ გულს გიხეთქავს და რა ზეალან წვრილებს ადამიანებს თავს შეინახოს თავისი რაღაცა უაზრო ხილვები აუ მეტკინა აუ რა მაგრამატკინე რა შვები რა შვები ო რა შვებიტო ვა ხალხო რაღაცა უნდა მეთქვა თქვენთვის და დამავიწყდა ეხლა ვერ გავიხსენებ ხალხო რა უნდა მეთქვა
Pusheni. Davavitsa. აღარ მახსოვს. ეს რა ცუდა თანათებს რა მზე იმიდან რა ქვია. ფანჯრიდან. ეს ფარდა თეთრი როა იმას აშვება რა ქვია, ძალიან შემოდის. და ძალიან გაკაშკაშებულია. ნორმალურად კი ვერ უყურებ კამერას. კამერას თუ ვერ უყურებ, რო ვერ უყურებ. არ გეგონოს რომ თქვენ არ გიყურებთ. იქით იმიტომ ვიყურები სხვანაირად. რო ის ანათებს ცუდად. და ვერ ვიყურები მანდეთ. რომელია საათი? 6:25 წუთი. ჩადიან ამოდი რაღაცა კენიჩიც კიდე რა. ამიჭრედა თვალები. კიდე. ამოვიდა ისე. დამცხ. ასე. და ცუდად ანათებს ხოლმე აქედან. რა? ზე. ახლა აღარ ანათებს. ხან ამოდის ხან ჩადის. ხო, ღრუბელში შეიფარე. ღრუბელში? და კამერას კი ვერ უყურებ ეს რო ანათებს ხოლმე. კამერას რო არ შეხედო მე იმაშვება ციატობს. ხო. ყურე. აი, მეიწოცი. ატოშვა ისე თავს. მე რა ვიცი. ახი ქოს რაღაცას ეგრე. ფოკუს იჭერს და მაგიტო. ფოკუს მოკუს. იმას რა ქვია. უნდა დააფიქსირო სახელი. ხო, პარა. აი, ისი. ჟაურა ქადას ადამიანმა აღარ ვიცი. ამიტომ არის პოზიტივის მეტი არაფერი აღარ შეგვჩენია და სითბოს მე იმან რა ქვია ისრაელმა ხო თელავივში ის გამოაკრა. Thank you Mr. President. ამერიკის პრეზიდენტის იმაზე. ბანერი. მალა. Thank you რა. მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მოიცა მადლობაზე რა დაიხსნი. იხდის იმას რო ჩასცხო, რა ქვია. რა ქვია? ბირთუ ბირთუ რაღაცას.
საცავს. მანდ არის საცავი, ხო? მაგას გამოიყენებდნენ? ხო, აბა ბირთვულ საცავს. მაგით ბომბებით, მათ ბირთვული ბომბები აქვთ. რადიაციაში გინით, ტოქსიკური რაღაცა. მაგას იმას იზავდნენ, აიღებდნენ, გაისვრიდნენ, ააფეთქებდნენ და შო. იმას აქვს, რუსეთს აქვს. რა იცი, ხომ იცი შეიძლება აქ წამოსულიყო, რას გაიგებს და წავიდო და იმ ბომბა. რა ბომბა? რაღაცა. რისი? რადიაციული. ვისაც დაუმიზნებს იქ იწავა, რა თქმა უნდა. რუსეთს აქვს ეს საცავი რაღაცა. იმას რა ქვია, ინდოეთ-პაკისტანს და მაგას. ვიც ამერიკასაც ხომ არა აქვს. წავედით. ეგრევე. წავედით. მოვიტაძოთ თვითფრიავი და წავიდეთ. და დავცეთ. კიდე იმას რა ქვია. რა ის არ დავცეთ კაცო. იმ ბომბებს დავცეთ კაცო, სხვას კი არა. რა ვიცი, პილოტს ვიპოვით რომ იმეს. პილოტს ვიპოვით. რაღაცნაირად, რა ვიცი, ჩვენ დავჯდებით, რაღაცნაირად დავქოგავთ თვითფრიავს. ავფრინდებით ჰაერში. ჩვენ მაიმუნობთ გიორგი, მაგრამ სწრაფია ego ხერი ეგა. და ისეთ სწრაფია რომ დაფიქსირებასაც ვერ ასწრებ. აბა ის უფრო სწრაფია ჩვენ. რა? ის ჩაოლებრივ ბომბდამშენებზე ვიძახი. და მეორე ის არ არის ეგეთი სწრაფი. აბა როგორ ის დიდია ძუნძრუხასავით არის რაღაცა. უშნო, იჯობია. მე ის ხო წავიდე და მაინც იყო გადავიდა. მაინც იმას აკნა, ხო? მაგას იმიტომ არის ეგეთი ზომის რომ მაგას ტონიანი ისინი გადააქვს. აქვია. ბომბები აქ შიგნით დამაგრებული. ის ხო ესე შვება, რომ ბომბა დასცეს. ეს ხო აკეთებს. იმას ქვეშიდან აქვს და ეს გახსნეს და ჩააგდებს. რაკეტ. რა ვიცი, ამ ბოლო დროს ისე იყენებენ ამ რიკოშეტებს, რომ გაგონება ის არისო, რა ქვია, ფოიერვერკი. ისე ისვრიან. ფოიერვერკის მაშინია შენჯერიმე და ხელში რა მიფეთქდეს თქვა და იმასთან რა. თლად კარგი არც ის არ არის ფოიერვერკი, სიმართლე გითხრათ. სიმართლე ვთქვათ. თითები და გეგლიჯები. ხო. მარტო თითების სუნი რანაირი აქვს. მე ასე მიჭირებს ხოლმე სანამ არ გაისვრის. სანამ ბოლომდე არ დაასრულებს და არ დავსრულდები რომ აღარა აქვს. ერთხელ ვიღაცა მოხუცმა ქალმა რომ დაიჭირა და რომ ყომა დაიჭირა და ფეხებში რომ მოხდა პირდაპირ. ეს კიდე ხელიდან უბრალოდ უკომა კი დაიჭირა. იმან რომ ისრულ ხელიდან გაუვარდა და დაბლა ჩავარდა. ის მასაც მოხდა და პერწკალი. უკომა იმან გაისროლა იმის იმა რა ქვია. ვინა? რა ქვია, ყუზანოვის იმან რა ქვია, ნინო ნადირაძის ქმარ. ნინი ნადირაძის ქმარმა? ხო. ო. ეგ გაიწყობს მე იმაგრებს კაცო. ხელებს. ხელებიდან კი არ ხელი კი არაფერი იტკინა, მაგრამ ყომა იმას ქნა. გავარდა. ისე რომ წყობრიდან გამოვიდეს და ქვეშიდან რომ გამოვარდეს. ხო, არ არის გამოვიდა. ვაიმე. შარშან იყო თუ შარშანწი რომ მქონდა რაღაცა, აი სისხლო რო იყიდე რაღაცა, მაგრამ ატომური ბომბივით იყო. დავაბით, ხო? იმას ხელში როგორ დავიჭერდი, ალბათ წამიყვანდა მე აღაფეთქებდა აეში. გავაგლეჯ და ხელი. ხო დავაბით, ხო, აბა იმას ხელში ვერ დაიჭერ ამ ხელა და ამ ხელა რო გიჭირებს და რო გაგივარდეს და მას აკნა. ან გაგიტაცობს, იო, რომ გაისვრის.
რა ვიცი შეიძლება რა იციდე და რიკოშეტივით შაეში და აფეთქდე და გაანათებ ნაინაი ფერებში მერე არა გაბიტაცეს ან წაგაქცევს ან რაღაცა იზავს რაღაცა ის ხო აქვს მაინც ვიბრაცია მე ავტომატის სროლერს იზღარია ამას რო გაგაგრე მიიდებ და რო იმას იზავ გაისვრი და გაგაგრევინებს სოთაშის იერახსიცა ისა ხილი კი ისა პისტოლეტს მე ავიც ზოგი ისე ისვრის რო დაშდუშ აი სერიალებში ახოლმე რო ისვრიან გეგონება მართლა ისვრიან იმეებს ლაპი კი ისვრიან მაგრამ მაინც ისვრიან აბა მართლა ისვრიან მე დაბარასა რო ხდებათ იმას ტყუიაშია ის არა ქვია რაღაცა წითელი ის რო არის ხოლმე სისხლს მე მწონე წავეა კი წავე წარე არის მაგრამ მე ვერ არის ენიგენიც მოწოხდი ახლა რა წარე თუ არის ერთ წარე არის იმ რო ხდება ადამიანს რო ხდება მერე სკდება ის არა ქვია სკდება და კრასკაცა უსვეს რო ვიძახით ეგ არის ზუსტად იქ ტყუიაში მე არ ტკივა როგორ არ ტკივა ის რო ხდება და რო გასკდება ამაზე რო ხდება ტკივა რა თქმა უნდა წარე არის ვიძახით მე ხარ შופში ხდება ხო წარე არის მე რა თიტანე იტანენ ალბათ მე რა ვიცი მაგადი როლიც ეგ არის და მარმინდა დონივითა ტკივილს მე არ გინდა მე ვინ გეუნება შეგიდა თქო მე არ მინდა ნამდვილი ნუ რომ ეს სერიალში აპირებ მონაწილეობა თურქულში თუ ფრანგულში მამა იმაში გამოდივარ მამაცში გამოვალ მე თურქულში თუ ფრანგულში მამაცი რო არის გამოვალ ბაგაბუს დავაწყები ასი ბაგაბუიერ და შუბში გაუკანებიან ჩავი სამშიშისგან ამაში რომ მოხდებათ ხოლმე შიშისგან აი მე ეგ ის არა ქვია სროლა ინტურ სერიალებში ხოლმე მაგარი ხაზე რომ მოხდება და 1 საათი უნდებიან დაწოლას თან კადრს რო შეენერმენ 1 საათი რო დაწოლას უნდებიან აბა რა არის ეგ მე ტრიალი დონტარარა ტრიალი და მე ესე ყურება 1 საათი ხო ახლა თუ ეგ თურქებმაც გადაიღეს თურქეთშიც გადაიღეს ტრიალი და ასე დაცე ხო დუტარარარა ის რო იყო კინო გიორგი რა ქვია ვასუნდარა რო გამოდიოდა რიმ და თუ რაღაცნაირი მუსიკა იყო ხო 1 საათი ბრუნავდი 1 საათი ბრუნავდა ხოლმე ის რა კადრი თობრუნდა ხოლმე რა უხრობას აბრუნავ თქვენ უხრებოდ დუტარარარა მე რო ჩამოვიდა კიბეზე და დაიხრიალებდა დუტარარარა ო ეგეთი რაღაცნაირი კიბეზე კიბიდან რო დაიხრიალებდა ხოლმე იქალი ვასუნდარა ესე ნუ თუ არის ტკიოდა ხელი ეს რო ეჭი ხოლმე სერგაჩალი სარებსაც რამას სიცოდა სხვათაშორის ო როგორ სარებია ცრიკა ლამაზი დეჩი მიწახოდა ლამაზი ფარდი გამოვა ფარდისთვის ძალიან გრძელი იქნება გადავჭრიდი შეგას ჯერ აიცი აი ესე კადრს დააწყებიდნენ ბრუნვას თავბრუნდა გეხო ახლა ეგრეა ვაიმე ეს გაწელვები არ იცოდნენ ამ სერიალების და რა ვიცი მე რა ახლა პირი გავაღე რინტარარარა კლაშ ტრუშ მაგათმა დარტყმაციან ასეთი ხმებია ხა ასე ისმის ხოლმე ხო კლაშ ტრუშ დარტყმები იქციან მაგარი არც ურტყავენ ხო არც ურტყავენ ტაშს უკრავენ და მერე ის არის აქვე გემრი ახლოდან და ასე არიან კარგი გემრიელი სილა რო
სილის ხმა ხოლმე. აი ასე სილა ხო არა და თავს ხელს გაარდა. ხო. და მე იქ კადრში ჩანს რომ სახეში მოხვდა. უფ. თან მე მუსიკაც ისეთია არჩეული რომ იმ დრამატულ სიტუაციას მოერგოს. ხო. პართალიება. ხო, დრამატულ სიტუაციას რომ მოერგოს. ისე სხვათა შორის კარგად ჩანს ხოლმე რა ქვია. რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება დაემართოს. კი. კულტურა ისა რა ქვია, აი ადამიანის ცხოვრება კარგად არის გამოჩენილი. ამ იმაში რა ქვია, აკრძალულ ხილში კიდე გათხოვებაა ყოველ წუთას. აი მე აკრძალულ ხილი მაგარია. ერთ-ერთი თანამედროვე სერიალია რა. თანამედროვე დრამა. სიყვარულზე არის და კაცების დატაცებაზე არის მანდა რა. აგებული, ხო. ხო რა. რა უვიდური. ინტრიგები თანამედროვე ვერი. ერთ საათზე დავსურვართ გიორგი. ამ ბოლო დროს კიდე ყველა სერიალს რაც თურქული გამოვიდა იგივე შინაარსი აქვს. ხო, დავიღალე წაიღე თქვენი რა. დავით სულ ინტრიგა, სულ რაღაცა ხლართვა, ბლარჯვა. რაც ახლანდელ რეალობაშია, ხო. ხდება, აი ის არის ზუსტად ის სერიალიც რა. შურის ძიება, ვოლონტრიალი, ლაწალუწი, რა ვიცი, სროლები. ის რეალობა მაინც არა, მაგრამ რეალურად რო ხდება ხოლმე, ან დანებს რო ისვრიან ერთმანეთს. ეგ ძირითადად ვაგზალზე ხდება ხოლმე. არსად აღარ უნდა წახვიდე საერთოდ. უნდა დაეტიო შენ სახლში. დაეტიო დაჯდე სახლში. ესე წინასწარ ბუნკერი ხორ დავიწყოთ აშ. აშენება, ხო, რა ვიცი. აშენება, ამოუთხრა მიწის ქვეშ. კი. გამოგვადგება. გამოსაყენებელია. ნათესავია ყველა ჩაუშვა. გამოგვადგება. ყველა ჩაუშვა. ყველა მააშენოს კაცო. არა, ჩვენ ჩაუშვა. ყველამ თავისთვის უნდა ააშენოს. არა. ისი გამოგვადგება. რავი ბუნკერიში, მიწის ქვეშ. დავიწყოთ ბარემ გათხრა და დავადბოლოს. ხო. სანამ რაღაცა იქნება. ხო. დავახუროთ მე და რაც გაიგებინ ახლა ვიშიგნი ვართ თუ გარეთ ავართ. ვითომ აღარა ვართ. ვითომ გავკრით. მე ამოვართ. აი მე დედა. რა მაიმუნობთ ახლა გიორგი. დავაყენოთ სირენებიც გამარჯვებაში. დავაყენოთ სირენებიც და ჩაითვება ხოლმე. მაშინ გამოვა მაინდა-მაინც წყობილებიდან. ისე წყობიდან რო გამოვიდეს, თქვათ ეგ სირენა. რაღაც სირენა რო არის თუ რა საწიძახია, რა ვიცი. წყობიდან რო გამოვიდეს. სიგნალიზაცია. ხო. უცბად წყობილებიდან რო გამოვიდეს. წყობილებიდან კი არა, წყობიდან. ახლა ინტერნეტიც აღარ არის ამ უბში და უბედურებაში, რა თეაგებიებენ ეს. ინტერნეტი არის, როგორ არის. აპლიკაცია აქვს რაღაცა და იმით მოძდით სარობი. ჯერ აპლიკაციაში მოდის სიგნალი. მე ის სიტყვა. რა ქვია? სირენა. ყოველ წამში. ხო. დაწინებასაც რო ვერახერხე. რა აზრია, ხარ უნდა დაწვე. გვაფრთხილებენ რომ ახლოს იყავით ბუნკერთან. რა იყო იქიდან მოშორებთ მაგსახი და სადაა იყო. იქ უნდა იჯდე ბუნკერში. არ უნდა გამოხვიდე. აი დღეს ერთი გოგო იძახოდა იმაში ცხოვრობენ რა ქვია ისრაელში და იმას აქნაო რა ქვია სირენა რო ჩაითო არაფერი არ მოხდა მაშინ. განგან ცრუ ის იყო, მაგრამ ალბათ ცრუ იყო, მაგრამ
დამთავრდა სირენაო, რამდენიმე გარეთ გავიდაო და ის მოხდათ ნამსხვრევი. ხანდახან იმით იწყებენო რა ქვია. სირენების დასრულდება მერე იწყებენო. და ძირითადად ღამე უფრო ხდება. ღამე უფრო აქტიურდებიან. რატო? მე რა ვიცი. დღე რა ვეჯიზა? მე რა ვიცი. დღე ძინავთ ალბათ. დღე ალბათ იძინებენ. აღარც გაიღვიძეს. აღარ გაიღვიძეს კაცო. ალბათ ძინავთ დღის ღამე თელეღამე ისვრიან ალბათ დღისი ასვენებენ რაღაცასაც. ალბათ ხურდება ზაფხული როა და ტელეფონმა რო იცის ხოლმე გადახურება. ისე რო ისვრის და წყობრიდან რო გამოვიდეს უცბად. და იქვე რო აფეთქდეს. შენ რო შემოგიტრიალდეს. ხო, რო შემოგიტრიალდეს, შენსკენ რო მობრუნდეს. აი უფა ეგრე. შენსკენ რო მობრუნდეს, ბუ! დაგიშვა ესეთი გემერი. აგრე უფ. აი ეგრე უფ მერე. ალბათ რიკიდან ეგრევა ებრაელებს. თურაც არის მაგათთან რა ვიცი. რაღაცა იქნება, თავანაგილას მაინც სიმღერები კაც. თავანაგილა. მაგ სიმღერას რომ მოусმინო, ურვაჰის ხო იძახის და მე თავიდან მეგონა ბურვაკი. და მეთქი და ბურვაკის გაიძახის თქო. ჰავანაგილა. აი ადამიანურად ხო, ნორმალურად ხო ისიც ციგნიც ესე იშლება, ესე. ესე ხო უნდა გადავშალოთ ციგნიც და აქედან მარცხნიდან მარჯვნივ უნდა წავიკითხოთ. მაგათთან კიდე და არაბებშიც ზოგადად. ასე იხსნება. აქედან იკითხება. მარჯვნიდან მარცხნივ. და ჩვენ ასე ვხსნით. ხო, აი პასპორტსაც ჩვენ ხო ესე ვხსნით. ესე ხო უნდა გადავხსნათ. რომ ჩაოლებროთ ხო წერია. პასპორტი ესე იხსნება მაგათთან. აქეთ მყრიდან. სასწაული თუ გინდა რა. ნაგილა. უცნაური ასოებია რაღაცნაირი. ერთადერთი სიტყვა ვიცი ებრაულად. გამარჯობა. შალომ. შალომ ისრაელს. შალომ. წავედი 2 საათი და ვაიმე. ეცაძე წასულა. როდის ეგ მე გავთქვი აღარ ვიცი. როდესაც თქვი არ გითქვია კაცო. როგორ არა ვთქვი? არ გითქვია. წაღანა ვთქვი, აი დამოწმეთ, ხალხო დამოწმეთ თუ არა. არ გითქვია, არა. ხა ფულს რო იღებს. რა გავაკეთოთ აღარ ვიცი. ის რაღაცა გავაკეთოთ. ხო. ის სალათა მინდა გავაკეთო. ნარაგილა. რა ვიცი, მედიო კარგი გამომიო. ოღონდ ინგრედიენტები დამავიწყდა რა თქვით იმ დღეს. კიტრი. ისა ქათმის ფილე. ისა სიმინდი. ხო. კიდე კარტოფილი თქვით. კარტოფილი თქვით მგონი? კარტოფილი. მოხარშული კარტოფილი. კიდე რა ვთქვით? მოხარშულ კარტოფილს ჩვეულებრივი კიტრი არ მოუხდება ცოცხალი. ის უნდა გავუკეთოთ. პიკალი თქო, პიკულები. პიკული კიტრები. წვანე. ხო. ხო. კიტრის მარინადი, მჟავე კიტრი. მოუხდება. ხო რა, კიდე შემოვიტანთ ინგრედიენტებს რაღაცა სალათ, მალათ. შვალათ, მალათ და მაიონეზი, პილპილი, შავი, წითელი, ყვითელი, ლურჯი. წვანე, რა ვიცი. ყავიფერი. ნაგილა. აი მე დედა. ნაგილა. აბა, ნაგილა. წავედით ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეოდე მე მგონი 6-ის გახდა. ამას უბაში. გავრეკეთ. არა, 6 არ გახდა. რომელია? ებრაულიც ვისწავლეთ ხალხო ხო ხედავთ. 10 აკლია. აბა ხედა აბა ხო. ნიჭერში უნდა წავიდე ხალხო მე. კარგად იყავით, მაგრად იყავით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყველაფერი კარგი. ძალიან დიდი ნიჭი იკარგება.
დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის. ჩვენი გაძლეებისთვის ვაძროთ ლაპარაკობთ ხოლმე ხანდახან. ხო, ხანდახან უურევთ ხარ. ხო, ხანდახან ძალიან ამეტრაოდ უურევთ. ამ ცხოვრებაში კიდე კარგაცა ვართ. ხანდახან ძალიან ამეტრაოდ ვუბერა. აბა ხო. ზოგი ისე უბერა, ზოგი ისე უბერა. ზოგი ასე უბერა. აუ, ღმერთო, გავრეკე, მთლად გავრეკე. მე მგონი რადიაცია ჩემამდე მოაღწია უკვე. და გავრეკე. აბა ხედა აბა ხო. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ანა ნაგილა. ბაი ხალხო. ბაი.